ზოგადადაც მინდოდა მეთქვა ის, რომ დღეს სამწუხაროდ ხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო არის ძირითად შემთხვევაში არა მხოლოდ საქართველოს ნიშა არის ეს, არამედ მსოფლიოშიც ხედავთ, რომ გაცილებით უფრო მოწყვლადები არიან ხოლმე გარკვეულ პროცესებთან და სამწუხარო არის ისიც, რომ დღეს სცენა გარკვეულ პირობებში აქციეს პოლიტიკურ სარბიელად და პოლიტიკურ სარბიელად, როდესაც აქცევს სცენას, ეს მისი არა პატივისცემა, არამედ პირიქით დაკნინება და ზუსტად ასე თქვენ გემოვნებაც ახსენეთ, გემოვნების ჩამოყალიბების როლში ქართულ თეატრს რამხელა მნიშვნელობა აქვს, რამხელა როლი აქვს შეტანილი და ვფიქრობ, რომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ესთეტიკა, რაც ახასიათებს ხელოვნებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ და არ იყოს სცენა და თუნდაც ტელე ასე ვთქვათ პროდუქტი ქცეული ინსტრუმენტად და მე იმედი მაქვს რომ ამ კუთხით გათვალისწინება მოხდება ასევე სიმართლე გითხრათ ველოდებოდი რომ ოპოზიციის მხრიდან იქნებოდა ეს თემატიკა წამოჭრილი თუმცა ჩვენ ვიცით რომ ამ კუთხით არსებობს საზოგადოებაში წუხილი და არსებობს წუხილი იმასთან დაკავშირებით რომ თითქოს სახიობობა თუ ნებისმიერი პროფესია გარკვეული ინდულგენციაა და აქაც რომან პოლანსკი ახსენეთ თქვენ ფრანგული კულტურის სახე რომელსაც ოსკარის ლაურეატობასთან ერთად უდიდესი როლი აქვს და უდიდესი წვლილი არაერთი კულტურული მემკვიდრეობის დატოვების მათ შორის, თუმცა საფრანგეთის ხელისუფლებისთვის და ზოგადად კანონისთვის ეს არ ყოფილა რაიმე ტიპის ინდულგენცია და ჩვენ გვახსოვს, რომ პარიზში მისი დაკავება მოხდა, არა იმიტომ, რომ შემოქმედებით ნაწილში ან რაიმე ცენზურა დაუწეს, არამედ კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ჰქონდა მას დარღვეული და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ზღვარი სამართლებრივ ნორმასა და შემოქმედებით ნაწილში იყოს ძალიან ღირსეულად და კარგად დაცული. კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა ვიყოთ და რეალურად დაუშვათ არ შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა მიზნებისთვის, სხვა ასე ვთქვათ, არ შეიძლება საჯინიბო იყოს ქათმების ფერმა. სიტყვაზე უკაცრავად შედარებისთვის და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ თეატრს მით უმეტეს აქვს ძალზე ხმამაღლა სათქმელი, ასე ვთქვათ, თავისი ფუნქციიდან გამომდინარე და ქართული თეატრი იყო ის ორგანიზაცია, ის ფენომენი, რომელმაც ეროვნული იდენტობა შემოუნახა სწორედ იმ წლების მანძილზე და გიორგი ერისთავის თეატრიც მაგიტო შეიქმნა და ქართულ თეატრს სათავეში ედგნენ ილია ჭავჭავაძე და დიმიტრი ყიფიანი ორივე მოწამეობრივად მოკლული. ამიტომ რასაკვირველია ამ ტრადიციის შენარჩუნება ვფიქრობ ძალზე მნიშვნელოვანია. თქვენი ცითხრა საკმაოდ დიდი ტურბულენტობა და რყევები იყო ჩვენთან, რამაც ძალზე რთულად დაისახა, მაგრამ დღეს მადლობა ღმერთს, რომ ძალიან დიდი შრომა დაგჭირდა იმისაც, რომ გასაგები გამხდარიყო ბევრი რამ ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდები არიან ყველაზე მოწყვლადი ნაწილი, ყველაზე იოლად დასაზიანებელი ნაწილი, ყველაზე იოლად ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, ასაგდები და ცნობილია ესეც, რომ ყველა რევოლუცია, ასე ვთქვათ, სტუდენტების ხელით ხდება ამბობენ, იმიტომ რომ ძალზე ადვილია დააჯერო ახალგაზრდა, რომ აი ხელის გაწმენაზეა 60-ხე, ხოლო რაც ხდება, ეს ემოციებიდან გამომდინარე.